პრემიერისთვის მხოლოდ ეს ეპიტეტები ვფიქრობ საკმარისი არ არის. ვიდეო რგოლის ავტორს შეეძლო ირაკლი კობახიძე კიდევ უფრო მეტად ედიდებინა, რადგან მხოლოდ ეს სამი ღირსება ვერ აღწერს მას სრულად, ვინც ახლა ღმერთკაცი ბიძინასთვის ფულის დაბრუნების ოპერაციას უდგას სათავეში. სიმართლე რომ ვთქვათ, ივანიშვილის პრემიერი არც ამ შეფასებებს იმსახურებს, რადგან დასავლეთ მოძულე პრორუსი კობახიძე კანონის კაცი კი არა, ის ჩინოვნიკია, რომელიც ყველა კანონს ისე ჭრის და კერავს, როგორც ოლიგარქს და რეჟიმს ძალაუფლების გასახანგრძლივებლად სჭირდება. კობახიძემ ისიც იცის, რომ ივანიშვილის კეთილგანწყობას ფულით უნდა იყიდოს, იმ ფულით, რომელსაც სხვებს წაართმევს და ოლიგარქს ჩემოდნებით მიართმევს. ახლა მსხვერპლის როლშია და სურს ბატონი დაარწმუნოს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოფილები უშლიან ხელს. საჯაროდ ამის ჩვენებას ცდილობს. რეალურად კი გუნდიდან გაშვებულ მაღალჩინოსნებზე ნადირობა დაიწყო. ცეცხლი რომ უკვე გახსნილია, ეს ამ კვირაში გაკეთებულ განცხადებებში ადვილად იკითხებოდა. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს გონიათ ნაცები და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილი და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება. ასეთი არის მაგალითად ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ყოველთვიურად იღებდა ხელფასს ჩემი არც თუ ისე არასანდო ინფორმაციით. ვიღაცებს სურთ საკუთარი ბრალდებების გადაფარვა. არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ. ეს კომენტარი ივანიშვილის პრემიერმა მედიას 14 ივლისს მისცა. კორუფციაში მხილებული ყოფილი თანაგუნდელები არც მაშინ და არც 3 დღის შემდეგ არ დაუსახელებია, მაგრამ იმ ბრძენი კაცის გასაგონად ყველა ჯერზე მიანიშნა, რომ მოღალატეების სია მზად აქვს. იმათი, ვინც ოლიგარქის კარზე ფული კორუფციით იშოვეს, თანაგუნდელებზე ინფორმაცია აგროვეს, ახლა კი მეოცნებების დანაშაულებებზე ფაქტები ლევან ხაბეიშვილს მისცეს. საკუთარი თეორიის დასტურად კობახიძე მედიასთან რაღაც უწყისებზე ლაპარაკობდა. მეტსახელი არის ანიტა. ეს მე არ მიმიღენებია შეურაცხყოფა მისთვის. სახელმწიფო უწყისში მითითებული იყო ის როგორც ანიტა. რომელ სახელმწიფო უწყისში? რას გულისხმობ? ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელმწიფო უწყისი. 5000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება. ბატონო ირაკლი, ვისგან იღებდა ის 5000? კონკრეტული როგორც უკვე გითხარით, კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. ვინ არის ეს? თქვენი გუნდის ყოფილი წევრი? იგი ყოფილი წევრია საუბარი. ეს თქვი ყველა. შეიძლება იყოს ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლი ილუაშვილი. რატომ ვერ ახსახელებთ ამ სახელებსა და გვარებს? რატომ არ უარყოფთ მაგალითად? არა, მე ვიღაცების უარყოფა რომ დავიწყო, მე ვიღაცის არ უნდა უარყოთ ახლა. ვის შეიძლება გულისხმობდეს ივანიშვილის პრემიერი ძნელი გამოსაცნობი არაა. ყოფილი ჩინოვნიკებიდან არც ისე ბევრია ისეთი, ვისაც თანამდებობაზე ყოფნის დროს დაშვება ყველაზე საიდუმლო ინფორმაციაზე ქონდა, ვისაც ერთი დაწკაპუნებით შეეძლო საგულდაგულოდ გადამალული ფოლდერის გახსნა და ქართული ოცნების მოლაპარაკეთავებზე შავი დოსიეს ნახვა. დარწმუნებული ვარ, ახლა ყველას მხოლოდ 3 გვარი გაგახსენდათ. კი, კობახიძესაც მათი ეშინია. კობახიძის ვერსია რა არის? გომელაური, ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი კავშირზეა ხაბეიშვილთან და რაღაც ის ამ ლოგიკას ავითარებს, რომ აი ისინი აფინანსებენ ხაბეიშვილს. ანუ კი არ ამბობს, რომ ინფორმაციას, რომელსაც ვსაუბრობ, ან ტყუილია, რომ ლაპარაკობ, რომ დანასისხლად არიან გადაკიდებული, რომ ტყუილია, ამას არ ამბობს. ის ამბობს, რომ აი ხა ამ 3-დან რომელიღაცა, ხო, გაშვებულებიო ამბობს და გაშვებულები არიან გომელაური, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი, ხო? ანუ აქედან, ხო, ვის ცხადია, ვისთანაც დიდი ინფორმაცია იყრიდა თავს. ანუ ის ამბობს, რომ მათ უღალატეს გუნდს და შეეკრნენ ხაბეიშვილს. კი, ინფორმაციები, სხვადასხვა სახის ინფორმაციები, როგორ მოდის ჩემამდე ესმის ყველა წასული თანამდებობის პირს, რომ ინფორმაცია თუ მოვა ჩემამდე, მე არ მეშინია ამის თქმის და ხმამაღლა გამოვალ და ვიტყვი, მათ ეშინიათ თუ არა, ილაპარაკონ ივანიშვილის მზაკრულ გეგმებზე პირადად, ცხადია ეშინიათ. არა და სათქმელი სამივეს ბევრი აქვთ. ოცნების ახალმა ლიდერშიპმა კარგად იცის, რომ ღარიბაშვილი ლილუაშვილ გომელაურის ალაპარაკება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დაასამარებს. რუსების აგენტებს და ასე ვთქვათ გენერლებს როგორ დაატარებდა ბორტნიკოვს გომელაური, ახლა მანზე უკეთ ვინ იცის, ვინ დაავალა, ლილუაშვილზე უკეთ ვინ იცის, მამავებს რომ უსმენენ, პედაგოგებს რომ უსმენენ, ბიძინა ივანიშვილი რომელ რუს გენერლებს ელაპარაკება, რომელ რუს ასე ვთქვათ მაღალი თანამდებობის პირებს, განა ლილუაშვილზე მეტად იცის კიდევ ვინმე. ანუ ეს ინფორმაციები გამჟღავნდება თუ არა, დარწმუნებული ვარ რომ კი,
ეს ინფორმაციები მაქვს თუ არა, კიდე უფრო მეტი, რომელიც ჯერ არ მithქვამს, დიახ, მაქვს და ირაკლი, უნდა გესმოდეს, შენ რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, მათ შორის ივანიშვილის რუსულ კავშირებზე, ვიდრე შენ წარმოგიდგენი ან მამუკა მდინარაძეს ყურში გაუგონია. ითქმევა ეს, ითქმევა, აუცილებლად ითქმევა. დოკუმენტალურად იქნება, კი, რა თქმა უნდა, დოკუმენტალურად ითქმევა. ერთმანეთის ჭამის და დაპირისპირების მთავარი მიზეზი ფულია. ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა და გაშუქდა, რომ სანქციებით და დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობით დაზარალებული ივანიშვილი თანაგუნდელებს, განსაკუთრებით კი წასულებს ფულს თხოვს. ოღონდ არ გეგონოთ საქმე ნასესხების დაბრუნებას ან ბიუჯეტის სახსრებს ეხებოდეს. ოლიგარქი მისი ნებადართული ელიტური კორუფციით ნაშოვნი მილიონებიდან წილს ითხოვს. ის რაც ეხლა მან ხდება, არის დიდი კრიმინალური გარჩევა ქართველი ხალხის ფულის გამო. ფულის გამო ბიძინა იძახის რომ ფული მომიტანეთ, სად არის ფული? ეძებს ამ ფულს ყველგან. და კობახიძე ამბობს, აი გრიგოლმა წაიღო, აი ღარიბაშვილმა წაიღო, აი გომელა, აი რიჟვაძემ და მე გაუსყდათ ეს ამბები, ხო, რა ვიცი, ყვები ერთი კვირით ადრე, მე ხდება ეს ამბავი. ყვები ერთი კვირით ადრე ყვება და ბიძინა მიკითხალბად. საიდან იცის კაცო ეს ინფორმაციები? საიდან იცის? ამათმა ახლა ეუბნებიან ბატონს, რომ ბატონო ბიძინა, ისინი მოღალატეები არიან. ხაბეიშვილს შეეკრნენ. ისინი ინფორმაციებს აძლევენ მას. ეს ხო დადასტურება. ფაქტია, კობახიძის ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა. ეჭვიანი ოლიგარქისთვის პერიოდულად იმის თქმამ, რომ კონკრეტული ადამიანები მოღალატეები არიან, მისთვის მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ომის პირველი ეტაპი მოიგო. გუნდიდან გაუშვა ყველა ის მაღალჩინოსანი, ვისიც ეშინოდა. ისინი, ვინც ოლიგარქს პოლიტიკაში მოსვლამდეც ემსახურებოდნენ. ივანიშვილის პრემიერმა ახლა საკუთარი შურის ძიების მეორე ეტაპი დაიწყო. რისის შედეგიც დიდი ალბათობით ღარიბაშვილ-ლილუაშვილ გომელაურის დაკავება იქნება. ბიძინას უყვებიან ამ ამბავს, რომ ბიძინა მწვანე მიცეს მათ დაკავებაზე, რომ ბატონო ბიძინა სწრაფად უნდა დავიჭიროთ ესენი. კი უთხოვ ჩვენ ფულს და კი აგვიანებენ ფულის, რომ ციხიდან უფრო მარტივად მოვატანინეთ. ამას არ დავიჭერთ, კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიცემს. ბატონო ბიძინა ვიდეოებს მიცემს, კადრებს მიცემს, დოკუმენტებს მიცემს. როგორ შეიძლება რომ ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრი იყო არ კონდეს, ლილუაშვილს სუსის უფროსი იყო არ კონდეს და შინაგან საქმეთა მინისტრი სუსის უფროსი იყო გომელაური. როგორ შეიძლება რომ ამათ რამე არ კონდეთ, კაცო? ხო გესმით? ხო გესმით რომ ყველას აქვს ერთი ფლეშკა ყველას აქვს. გრიგოლ შენც მოგაკითხავენ, ირაკლი შენც მოგაკითხავენ, გომელაურთანაც მიკითხული აქვს, სახლიდან არ უშვებენ, ყველას უნდა გესმოდეთ რომ მისივე გამოზრდილ შვილებს ბიძინა ივანიშვილი შეგჭამთ. სანდო წყაროს ინფორმაციით გენერალურ პროკურატურაში უკვე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმეებს შეისწავლის. ჯგუფს პირადად ივანიშვილის ახალი პროკურორი გიორგი გვარაკიძე ხელმძღვანელობს. მათი დავალება კი მოკლე დროში ისეთი მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც ოცნების ამომრჩეველში ხმაურიან დაკავებებს გაამართლებს. ამავე წყაროს ცნობით პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ინტერესი გრიგოლ ლილუაშვილის მიმართა. როგორც გვიყვებიან გამომძიებლებმა მისი კორუფციასთან კავშირი და ასევე ის უნდა დაადასტურონ, რომ სუსის ყოფილი შეფი ოცნების ოპონენტებთანაა კავშირზე. ივანიშვილის პარტიის ახალი პოლიტხელმძღვანელობა, რომ ყოფილი თანაგუნდელების საქმეების გამოძიებით დაინტერესებულია, ამაზე მამუკა მდინარაძემაც მიანიშნა. პრემიერმა და მეც გამოვთვით ეჭვი, რომელიც შემიძლია თამამად თქვათ, რომ მხოლოდ ასე გონებული ეჭვი არ არის. ამას თავისი დასაბუთებაც აქვს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ შეეხება ჩვენი გუნდის წასულ ყველა ადამიანს, ან მათ უმრავლესობას, მაგრამ არსებობს გარკვეული ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკაც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით და ამას შემთხვევით არ ვლაპარაკო. ყველამაც სიტყვაში, როცა ეს მოცემულობა იცი ადამიანმა, ყველამაც სიტყვაში არის დაზღვევა. ვიღაცები რაღაცეებისგან იზღვევენ თავს. მე მაგალითად თუ ვიღაცა მითითებად და ეკრანიდან მინიშნებად არ ჩამეთვლის სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით, მე რომ ვიყო სამართალდამცავი, დავინტერესდებოდი ასეთი გაცხოვებული აქტივობით ამ მიმართულებით. გაღმშედავების პრინციპთან ხომ არ გვაქვს საქმე, როდესაც ვიღაცები ჩანს ყველა სიტყვაში. დინარაძის ეს ციტატა თუ ცოტა გაუგებარი მოგეჩვენათ, ჩვენი ბრალი არაა. ზუსტად ასე არეულად ილაპარაკა გადაცემა იმედი ლაივში. მამუკა მდინარაძეზე და კობახიძის კლანში მის ახალ ფუნქციაზე ცოტა ქვემოთ კიდევ მოგეყვებით. მანამდე ალბათ იკითხავთ, ახლა რატომ გაგიჟდნენ ყოფილი თანაგუნდელების კორუფციული საქმეებითო? პასუხი მარტივია. ივანიშვილს ფულის ამოღება უნდა. კობახიძეს კი პოლიტიკური ქულების დაწერა. რა ელოდებათ ციხეში, ესეც ვნახეთ. როგორია ოლიგარქის პუტინისეული შურისძიება, ამის მაგალითად გიორგი ბაჩიაშვილის საქმეც გამოდგება. ძნელია ახლა ვინმე გადაგარწმუნოთ, რომ ივანიშვილმა არ გაუშვა მისი ყოფილი ფინანსისტი ციხეში, რომ ოლიგარქი
ოლიგარქმა არ დაატყვევებინა მართულ სასამართლოს ის ბევრი წლით, ან იმაში, რომ ივანიშვილმა საკუთარ ხელის ბიჭებს არ მიაგზავნინა კრიმინალების საკანში და სასტიკად აცემინა. ბიძინას უყვარს ციხეში ლაპარაკი. ჯერ დაიჭერს და მერე ელაპარაკება, მერე უნდა რომ გაურიგდეს, მერე უნდა რომ ხელი მოაწერინოს გარიგებაზე. ბაჩიაშვილი რატო ჩამოიყვანა და ციხეში რატო ჩასვა? და ბაჩიაშვილი რო ციხეში ჩასვა, მერე ხო არ დაუწყო იმან, რა ქვია, ციხის დირექტორმა რომ მომეციეს კოდები, რა კოდები გაკეთე ეს კრიპტოს კოდები ხო თქვა ბაჩიაშვილმა რომ კოდები მომთხოვა. ციხეში მას უფრო უმარტივდება ადამიანთან ლაპარაკი და დავერბურკება, რომ იცი რა თუ არ მოიტან, ნახე ბაჩიაშვილს რა უქენი. WhatsApp-ზე სიკვდილამდე მივიყვანე, შენც რა ვიცი მოკლავ და ვიტყვი რომ ვიღაცა პატიმარი შევიდა იქ ხა და რა ვიცი ჩხუბი მოვიდა. ბაჩიაშვილზე ხო ეგ მოყვნენ, კაცო, ხო ყველას გვესმის რომ აწამეს ბიძინას დავალებით კობახიძემ, დინარაძემ დააორგანიზა, აწამეს ეს კაცი და გვითხრეს, ოი ვიღაცა პატიმარი, რაღაცა ჩხუბი მოვიდა. ეს ხო მესიჯია ბიძინასგან, რომ მოკლავ და ვიტყვი რომ რა ვიშტირი გაუყარეს. ახლა რაც შეეხება მამუკამ დინარაძეს. სანდო წყაროები გვიყვებიან, რომ მისი ახალი ფუნქცია ფულის ამოღებაა. კობახიძისგან ჩაბარებული აქვს ბიზნეს სექტორი და ბიზნესმენებთან არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ამავე წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამის გამო იყო ის გარკვეული პერიოდი ტელეეთერებიდან გამქრალი. დინარაძე გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში იბარებს და ჟარგონზე რო ვთქვათ, აკაჩავებს ბიზნესმენებს, რათა მათ ოლიგარქს ხარკი გადაუხადონ. კობახიძემ სრული უფლებამოსილება მისცა დინარაძეს, რომელიც ბანდ ფორმირებასთან ერთად უნდა გესმოდეთ, ნახემ დინარაძემ დანიშნა პროკურორი, დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრი. ანუ დანიშნა სუსის უფროსი ოხანაშვილი, ანუ მთელი ძალოვანი უწყება დააკომპლექტა დინარაძემ. აი დინარაძეს რომ მაყარში ახლდა ხალხი, ის ხალხია დღეს პროკურატურაში მაღალთანადოებაზე ყველა და ძალოვან უწყებებში. და აქეთ არიან მოკრიმინალო ქუჩის, ასე ვთქვათ, რაღაცა ბანდ ფორმირება, რომელსაც მისცეს იარაღი და იარაღით შეიარაღებული ეს ხალხი ადგება რიჟვაძეს, ადგება გომელაურს, ადგება ლილუაშვილს, აკაჩავებს გომელაურს, აკაჩავებენ, ანუ ადგება კალაძეს, რომ $800 მილიონი დადე. ლევან ხაბეიშვილის ცნობით, დინარაძეს ბიზნესთან ურთიერთობაში ოცნების მილიონერი დეპუტატი ეხმარება. აი ამ მაგიდასთან, სადაც ბიზნესმენების კაჩაობა მიდის, ზის გოჩა ინუკიძე. გოჩა სალამი, დარწმუნებული ვარ, რომ შენ ახლა ფიქრობ, რომ მთელი ძალაუფლება არის შენს ხელში. ძალიან ძიმედ დაამთავრებ შენს, იმიტომ რომ ეს ბიჭები არც ფულის სამკრეფები არ არიან, არც საქმის დამლაგებლები არ არიან და საბოლოო ჯამში ისი არევენ შიგნით სიტუაციას, რომ ემანდ გასაქცევად ექნებათ საქმე აი ამ უახლოეს პერიოდშივე. ვინ არის გოჩა ენუქიძე? ბიზნესმენი, რომელიც უკვე მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრია. სხდომათა დარბაზში საკუთარი ადგილიც აქვს, თუმცა მისი სადეპუტატო აქტიურობა არავის ახსოვს. ენუქიძე იყო პროდასავლური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი თავის დროზე. და უცებ გახდა პრორუსული პარტია ქართული ოცნების წევრი 2012 წლიდანვე. ხო? ამ წლების განმავლობაში მან რაღაცა არჩია კონკრეტული ადამიანები, მათ შორის დინარაძე, კობახიძე, რომ ხელფასის ზემოდან ამ ადამიანებს რაღაცას კონვერტებით ურიგებდა ფულს ბიზნესმენი და ესეა ქართულ ოცნებაში ყველა მიცის, რომ იქ ბიზნესმენები რაღაცას უკეთებენ. აი მაგალითად აბუ-დაბიში რომ გაასეირნა ზარქუა, გახსოვთ? ზარქუას იყო იქ მარტო ჩუსტები. ანუ მისი ნაყიდი მარტო ჩუსტები იყო. დანარჩენი სასტუმრო, სუფრა, ყველაფერი უკისრა გოჩა ენუქიძემ. ხო? და ამიტომ გოჩა ენუქიძეს ეხა კლანი, ვიზეც ფსონი ქონდა დადებული, მაგალითად 10-დან 2-მა გაუმართლა, ერთი პრემიერია, ერთი რაღაცას რულავს. ამიტომ დინარაძის კარზე პირველი მიღებული კაცია გოჩა ენუქიძე. ეს კაცი ახლა ბიზნესმენებთან არაოფიციალურ შეხვედრებს ესწრება და მათი გუნდის პირობებს აცნობს. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ამ არაოფიციალური დაჯგუფების დაკვეთა იყო ტაბიძის ქუჩაზე ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. გამომძიებლები პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში 14 ივლისს შევიდნენ. ამ დროისთვის 3 კომპანიაა დალუქული. გამოძიება კი ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმეზე მიდის. თავად პაპაშვილი ამ კომპანიებთან კავშირს უარყოფს. ფორმულას ეთერში ვთქვი, რომ 40 წუთი ალუდინეს ხომ დინარაძის მისაღებში. განად რო არ ქონდა მამუკას დაამცირეს. და ეს ამბავი ვიცი და მოვყევი, რომ აი როგორ დაგამცირეს თქო. და 4 დღეში მის ბიზნეს ცენტრში შევიდნენ. ეს ხوارი გაფრთხილებათან ეუბნებიან, რომ მან ტრანსნაციონალური დანაშაული იყო. ისე დანაშაულს ედავებიან, შეიძლება 15 წელი მიცენ ხვალზე. გეტყვი, შენი იყო. თუ ეხლა ნახე, თუ აწყობდა, თუ მორიგდნენ იტყვიან, რომ არ ვიცი, გაქირეებული ქონდა და გამოძიება მიმდინარეობს. თუ არ დალაგდებიან და ის ფულს არ მოიტანს სკინტა, ხო? ამ შემთხვევაში მაშინ იტყვიან, რომ მისი იყო ეს კოლ-ცენტრი. და დაიჭერენ მას. ამიტომ ყველა ბიზნესმენთან ამენით ლაპარაკობენ. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით
მდინარაძე ფულს ოცნების მილიონერ დეპუტატებსაც თხოვს. ასეთი ივანიშვილის პარლამენტში საკმაოდ ბევრია. მისატანი ფულის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მსხვილ ბიზნესს ფლობენ და როგორია სახელმწიფოს როლი მათ საქმიანობაში. მაგალითად, მოგებულ ტენდერებში. მაგალითად ანტონ ობოლაშვილთან ეხლა რაღაცა ფული გაქვს მოუ შენ ნაშოვნი და რაღაცა უნდა მოიტანო. ეხლა ბეჟან წაკაძესაც რაღაცა პატარა წაციც ქნიან, ოღონდ იქ თუ არის $100 მილიონებზე ლაპარაკი, ბეჟან წაკაძეს შემთხვევაში იქნება მაგალითად $20 მილიონი, $50 მილიონი. ანტონ ობოლაშვილსაც იგივე რაღაცა პატარ-პატარა სტავკებზე, რომ ბიზნესთვის შესაძლებლობელია ეს თანხა. მას სჭირდება ქეში ფული იმისთვის, რომ ამით გააკეთოს კრიპტო. და კრიპტოში კონდეს უსამთო, რომ ხვალ ზეგ რომ მოუწევს ამ ქვეყნიდან გაქცევა, იმასავით რა ქვია, ბაშარ ასადივით ქეშით კი არ გაიქცეს და ქეშით კი არ იბინოს, უფრო კრიპტოში ეკრება და ხელმიუწვდომელი იქნება მაგალითად სხვა ადამიანებისთვის, რა, რომ უთხარ რომ ეხლა სად არის ფული, კრიპტოში ეკრება გადახურდოებული. ბიზნესი არის აი ამ საქმით დაკავებული და თან სხვათა შორის ხო ხედავთ ჩქარობს. ბევრი დრო არც ოლიგარქის პრემიერს აქვს. 4 ოქტომბრამდე თვითონაც უნდა დაალაგდეს და ივანიშვილისთვის მიცემული პირობად შეასრულოს. ბატონთან ფული მიიტანოს, თორემ იცის რომ მეორე შანსი აღარ ექნება.